დილამშვიდობისა. აი ამას წინათ 2-3 კვირით წინ ერთი აფხაზი პოლიტოლოგი გამოდიოდა იქ რაღაც ინტერვიუ ქონდა და ესე იგი ასაბუთებდა ომის სიტუაციას, რომ ჩვენაო ომი იმიტომ კი არ მოვიგეთო, რომ რაღაცა ქართველებზე უფრო ძლიერი ვიყავით თუ არა, იმიტომ ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ ვიცავდით ჩვენ სამშობლოს და ისინი კიდე აგრესორები იყვნენ. ხო და ანუ ეს რა თქმა უნდა დიდი პროგრესია იმასთან შედარებით, რომ ადრე რომ ამბობდა ბევრი, რომ აი ჩვენ მოვიგეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მებრძოლები ვართ, ძალიან ძლიერები ვართ. რა ვიცი, ერთი აფხაზი 10 ქართველს აჯობებს, ანუ რა თქმა უნდა დიდი პროგრესია, მაგრამ ახლა იქაც აფხაზეთის მხარესა სულელი კარავინ არ არის, ყველა კარგად იცის პრინციპში ჩვენმა ხალხმა რაც მოხდა, უბრალოდ ეს პროპაგანდის ამბავია, მაგრამ დიდი პროგრესია ამის თქმაც, იმიტომ რომ ადრე სულ სხვა პროპაგანდა მიდიოდა და აგიტაცია, რომ აი ჩვენაო ძალიან მეომრები ვართ, ხო? ხო და ამას თავი გავანებოთ. ახლა იქ კიდე არის სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ესე იგი აი დღეს მაგალითად რა ხდება, დღეს ამ დღეებში გამოვიდა შამბა და უკვე მგონი არც აქვს მაგას პოლიტიკური რაღაცა თანამდებობა და ასეთი რაღაცა განაცხადა, რომ მე როცა ომი რო დაიწყო, მოკლედ არძიმბასთან შეთანხმებული იყო შევარდნაძეო და იქ გრალში და ოჩამჩირაში მგონი უნდა შეიყვანა ოჯარები და მე ეს დაიმალაო არძიმბაო რა. ხო და საინტერესო რა არის, ეს ალბათ ასეც იყო, მაგრამ ესე იგი აფხაზები ბევრი აღშფოთდა. რა ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ ფორუმებში და იმაში ვხედავთ. მაგრამ კი არ დებენ ბრალს, რომ ეს ახლა იმის საქართველოს აგენტია და ის არის რა ქვია, მოღალატე, ამას არ ამბობენ. უბრალოდ რაში დებენ ბრალს, რომ ჩვენაო ეს გენიალური არძიმბა ყავდაო, უშეცდომო და ისეთიო და ამას როგორ აბრალებო რა. ახლა მე რა თქმა უნდა მგონია, რომ შამბა აქ უკვე ახლა ეს ჩემ ასრამნიშვილობა აქვს, მაგრამ ორ სკამზე ის აქ უკვე რუსეთის მხარესაც რა თქმა უნდა თავის დავალებებს აძლევს რუსეთი და მეორე მხრივ ალბათ უკვე ესეთი მიმართულება აქვს აღებული, რომ საქართველოსთან დათბობა უნდა ურთიერთობის და მოღალატეობას კიდევ იმიტომ არ წამებს არავინ, თუმცა ეს ძალიან სერიოზული განაცხადებია მათთვის, ხო? როცა კერპა დაყავთ გადაქცეული არძიმბა. იმიტომ რომ ასე არის საჭირო დღეს. დღეს რუსეთისგან ასეთი დავალება აქვს და კარგია თუ დათბობების და რაღაცა შეთანხმებების კურსით წავიდა რაღაც ჯგუფი იქ თქვათ აფხაზეთში. იქ კვარჩია ახსენა კიდე და რა ასე შემდეგ. რაღაც ჯგუფი არის ეთყობა, რომელთაც უნდათ მოლაპარაკებების გაგრძელება. აი ასე იცვლება დღეს სიტუაცია და რაღაც იმპულსები არის თითქოს, რომ შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს საქმე.